კიდევ ერთხელ მოგესალმებით ეთერშია დილის გადაცემა განთია და წარმოგიდგენთ ჩვენს გადაცემის პირველ სტუმარს დეკანოზის ზურაბ ცხოვრებაზე დილამშვიდობის მამა დაგულოცეთ. დილამშვიდობის მესმა დაგულოცეთ. რამოდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში და მე ვიტყოდი არა მარტო ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, იმიტომ რომ წმინდა სინოდის ბოლოს სლომაზე, რომელიც 5 ივლისს გაიმართა, წმინდანად შერაცხეს ერთი საქართველოსთვის თავდადებული ადამიანის სასულიერო პირი მუდელი მიქაელ ყულოშვილი. იგი გახლავთ ჰერეთის გვერდი მოგახსენებათ ყულოშვილები სწორედ საქართველოს ამ ძველი კუთხიდან არიან და ამ ადამიანის მოღვაწეობა ეკლესიის წიაღში იცოდნენ, გარკვეულ დღეებში იცოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ერისთვის უცნობი გახდათ. მე ვფიქრობ, რომ სინოდის აი ამ დადგენილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალმხრივ. ჯერეთი რომ მართლაც ღვაწლმოსილ ადამიანს, მართლაც მოწამე ადამიანს, რომელმაც სიცოცხლე გასწირა წმენისათვის და სამშობლოსათვის, მართლაც შესაფერისი პატივი მიეგო, ანუ დაფასდა ის, რაც ღვთის წინაშე ისედაც დაფასებული იყო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ადამიანი როდესაც გადის ამ ქვეყნიდან, თუ კი ღირსეულად მოღვაწეობდა, თუ კი ის მოწამეობრივად მოღვაწეობდა, რა ის უკვე წმინდანთა დასში ირაცხება, უფალი მას რა თქმა უნდა თავის წიაღში შეიყვანს, მაგრამ მიწიერი ამ ქვეყნიური ეკლესიამ შეიძლება ეს კანონიზაცია გარკვეული ხნის შემდეგ მოაქცინოს, ანუ ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ზეცაში ელოდებიან ამ ქვეყნური ეკლესიის გადაწყვეტილებას, იქ უკვე ყოველას თავისი ადგილი მიეჩინება ხოლმე. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანამემამულეებისთვის და ალბათ განსაკუთრებულად სწორედ აი ამ კუთხის მცხოვრები ქართველებისთვის და მაინც რა იყო მნიშვნელოვანი ამ ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენი ერთგული მაყურებელი, ვინც არის ტელევიზია ცნობების ერთგული მაყურებელი, მან იცის, რომ ჩვენმა საინფორმაციო პროგრამა სიახლენმა ამ ფაქტს უკვე მიუძღვნა სიუჟეტი. გარდა ამისა, საპატრიარქოს ტელევიზია ცნობების საღვთისმეტყველო ჯგუფი ამზადებს ფილმს, დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც აღწერილი იქნება ამ ადამიანის ცხოვრება, ასე რომ ჩვენ ამ თემას კიდევ დაუბრუნდებით და ეს ბუნებრივიც, მაგრამ დღეს მაინც გვინდა შევეხოთ აი ამ საკითხს. მაინც რამ გამოიწვია მისი ესეთი პატივის მიგება საქართველოს ეკლესიის მხრივ. იგი დაიბადა ჰერეთში, ანუ იგივე საინგილოში, მოგეხსენებათ, საინგილო ეს არ არის ქართული სიტყვა, აზერბაიჯანული სიტყვა გახლავს და ინგილო ნიშნავს ახალმოქცეულს. ახალმოქცეული მუსლიმური თვალსაზრისით, იმიტომ რომ როდესაც აი ბედის უკუღმართობის გამო ეს მხარე არაქართული გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, არა იქ ხდებოდა გამუსლიმება მოსახლეობის, რა თქმა უნდა ეს გამუსლიმება არ ხდებოდა ნებაყოფლობით, ძალიან დიდი ზეწოლა იყო, ძალიან დიდი ასე ვთქვათ ძალადობაც იყო, ისევე როგორც აჭარაში, ისევე როგორც სამცხე-ჯავახეთში, რა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და რაღაცა ნაწილი მოსახლეობისა გაამუსლიმეს. სწორედ ამიტომ უწოდეს მათ ინგილოები, საინგილო, ამიტომაც არ უყვართ იქაურ ქართველებს მაინდამაც ეს სიტყვა და უფრო არჩევენ ჰერეთს და ჰერებს. მაგრამ ბოლომდე ქრისტიანობის კვალი ვერ წაშალეს და ეს სწორედ იმ ქართველი მოღვაწეების წყალობით მოხდა, როგორებიც იყვნენ მამა მიქაელ ყულოშვილი. მათი თავდადების წყალობით მოხდა და აი როგორ გავითარდა მისი ცხოვრება. იგი თავიდან იყო თვითონ მუსლიმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ნიშანდობლივი ფაქტი. თვითონ მუსლიმი იყო და არა თუ უბრალოდ მუსლიმი იყო, არამედ მუსლიმი სასულიერო პირები, ანუ მოლახოჯები, მისი მოლად, მას დიდენ მოლად, ანუ უნდათ რომ იგი მოლა გამოსულიყო. და აი აქ იგი იცვლის თავის სარწმუნოებას, უბრალოდ უბრუნდება წინაპართა სარწმუნოებას, ჭეშმარიტ სარწმუნოებას, გვერდზე გადადებს თავს მოხეულს და ხდება ქრისტიანი. და ამბობენ, რომ ესე იგი
ბოლომდე ვერ პატიობდნენ მას ეს მოლები, მუსლიმი მოლები, აი ამ გადაწყვეტა. ბოლომდე ისინი იყვნენ აღსილი შურიძიების გრძნობით. მით უფრო რომ მამა მიხეილმა ყურანი კარგად იცოდა, ისლამი კარგად იცოდა და ამიტომ ამ მოლა ხოჯებს ეკამათებოდა ხოლმე წმინდა საღვთისმეტყველო საკითხებზე. ანუ აი ეს შედარებით ღვთისმეტყველებას ასაც უწოდებენ, როდესაც აი სხვა სარწმუნოებას განიხილავს შენი სარწმუნოების შუქზე ან პირიქით, ასე ვთქვათ, და ამით ცდილობ რომ და ადამიანებს დაუმტკიცო უპირატესობა ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. აი ეს როგორც ჩანს მას კარგად ეხერხებოდა და ეს კიდევ უფრო მეტად აღიზიანებდათ ქრისტიანობისა და ქართველობის წრეს. უნდა ითქვას, რომ იმ კუთხეში, ჰერეთში არაფერი კეთილი საქმე არ მომხდარა ამ ადამიანის მონაწილეობის გარეშე. აი იმ პერიოდში თუ კი რაიმე კარგი ხდებოდა, აუცილებლად მამა მიხეილი მონაწილეობა. ჯერ კიდევ მანამ სანამ იგი მუდმივად ეკურთხებოდა, მანამდეც ის ამაში ჩართული იყო. მას დამთავრებული ჰქონდა გორის პედაგოგიური სასწავლებელი, მანამდე პირველადი დახმარება, უკაცრავად პირველადი განათლება მან თავის სახლში მიიღო. და შემდეგ უკვე როგორც გითხარით გორის პედაგოგიური სასწავლებელი დაამთავრა და აი კახის წმინდა გიორგის ტაძართან არსებობდა სკოლა, სამრევლო სკოლა და აი ამ სამრევლო სკოლაში ასწავლიდა იგი, პედაგოგი იყო. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ მამა მიხეილი იყო მედიცინის კარგი მცოდნე, ანუ ხალხური მედიცინა მან შეისწავლა და ადამიანებს ეხმარებოდა ამ ხრივაც, ესე იგი კურნავდა ხოლმე ადამიანებს. ახლა ეს სოფელ ადგილებში მაშინ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა ხანებში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მას ახასიათებდა როგორც თბილ მოსიყვარულე და თავდაბალ მოძღვარს, თავდაბალ ადამიანს და ამავე დროს უშიშარ ადამიანს, ესე იგი არ ეპუებოდა არავის. მოგეხსენებათ რა დიდი სიწმინდი არის საქართველოსთვის და კონკრეტულად ჰერეთის ქრისტიანებისთვის ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი. ამ ტაძრის აღდგენისთვისაც მან ბევრი იღვაწა, სპეციალური კომიტეტის წევრი იყო, რომელიც ზრუნავდა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრის აღსადგენად და 1912 წელს კი მან აღადგინა ჯერ კიდევ წმინდა მეფე არჩილის მიერ და არჩილ მეფის დროს დაარსებული კასრის ტაძარი. კასრის ტაძარი, ანუ ძველ ნანგრევებზე იქნა აღდგენილი. სამწუხაროდ 1922 წელს მუსავატელებმა დაარბიეს ეს ტაძარი, შემდგომში მიწით რამაც დააზიანა ის უკვე 1957 წელს და ეს მხოლოდ ნანგრევები რა არის აი ამ ტაძრის. და ესეთი სოფელი იყო თასმალო, რომელიც კახიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და აი ამ სოფელში იქნა იგი გამწესებული მუდლად. ეს სოფელი სულ მუსლიმურ გარემოცვაში იყო. თვითონ მამა მიხეილი აქტიურად მონაწილეობდა ისეთ საზოგადოების მუშაობაში, როგორც კავკასიაში ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება. და ეს საზოგადოება ეხმარებოდა სასულიერო პირებს, უბრალო რიგით ქრისტიანებს, რომ გაევრცელებინათ და შეინარჩუნებინათ ქრისტიანობა. და აი ამ სოფელში ესე ქართულმა მოსახლეობამ დაიწყო დაბრუნება ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და რამოდენიმე წელიწადში უკვე 73 კაცი დაუბრუნდა ქრისტიანობას. სხვათა შორის აქვე ამ საქმეში მას ხარში ედგა შემდგომში ეპისკოპოსი ლეონიდე, რომელიც სწორედ იგიც მას ახასიათებს როგორც ღირსეულ და პატიოსან მოძღვარს. და ეპისკოპოს ლეონიდეს მაშინ ჯერ არ იყო ეპისკოპოსი, ქადაგებითაც იქ რამოდენიმე კაცი დაუბრუნდა ქრისტიანობას. ამან კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა მისდამი ცუდი დამოკიდებულება სიძულვილი მოლა ხოჯებში. ანუ კიდევ უფრო მეტად შეიძულეს ის და ელოდნენ მარჯვე მომენტს, რომ შური ეძიათ მასზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ესე იგი მღვდლად იყო საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, 1870-დან 1918 წლის ჩათვლით. ანუ წარმოედგინეთ
58 წელი გამოდის სასულიერო პირად პერიოდში იმ პერიოდში იმ ადგილას ეს საკმაოდ ბევრს ნიშნავს და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგეხსენებათ 1918 წელს კავკასიის სამივე რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს სათავეში აღმოჩნდნენ სოციალ-დემოკრატები სომხეთის სათავეში დაშნაკები და აზერბაიჯანის სათავეში მუსავატელები. ანუ ესე იგი თვითონ მთავრობის ხასიათი იყო სხვა ჩვენთან იყვნენ მარქსისტი, ესე იგი მარქსისტული იდეებით, ესე ვთქვათ, გატაცებული და შეიძლება ითქვას გარკვეულწილად ისეთი ხალხის მთავრობა, რომელსაც ეროვნულ პოზიციას იმართა პატრიოტიზმი ცოტა უჭირდათ. პროცესი ამაზე არ იყვნენ და სომხეთში და აზერბაიჯანში აღმოჩნდა ნაციონალისტური მიმართულების პარტიების სათავეში. ესე ჩვენი ბედისწერა იყო თითქოს და ამ დროს აი ეს პროცესი რომ მოხდა რაღაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ რაღაც დააგვიანა თავისი ჯარის შეყვანა საქართველოს ოლქში, სამაგერად არ დაიგვიანეს მუსავატელებმა და მათ შეიყვანეს თავიანთი ჯარები და ეს ტერიტორია ესე იგი აღმოჩნდა მათ შემადგენლობაში და საბოლოოდ ეს გაფორმდა 1922 წელს უკვე თლიანად კავკასიის გასაბჭოების, ანუ რუსწითელი ოკუპაციის შემდეგ, როცა გაოკუპაცია მოხდა კავკასიისა, მაშინ მოხდა გაფორმება აი ამ იმისა, რომ ეს ტერიტორია აღმოჩნდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემადგენლობაში. და აი ამ დროს ძალიან გაუჭირდა იქ ქართულ მოსახლეობას და განსაკუთრებულ ქართულ ქრისტიანულ მოსახლეობას, იმიტომ რომ განსაკუთრებით რეგიონებში, აზერბაიჯანის რეგიონებში, სწორედ ამ პარტიის მუსავატელური პარტიის წარმომადგენლები დევნიდნენ რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს და ბევრ შემთხვევაში ძალიან სასტიკადაც უსწორდებოდნენ. რა თქმა უნდა, მათი სამიზნე აღმოჩნდა მღვდელი მიხეილ ყულოშვილიც, რომელიც მოტყუებით წაიყვანეს წირვის შემდეგ და ჯერ შეესთავაზეს, რომ დაეტოვებინა რჯული, შემდეგ როცა ამას ვერ მიაღწიეს, მან უთხრა, რომ ერთხელ ყველა მოგდებითო მაიცოთ, მღვდელი ვარო და უფალმუფალმა უნდა მიმიღოსო. რა თქმა უნდა არ წავიდა იმაზე რომ იგი შეეცვალა რჯული და ამიტომ იქნა ნაწამები და მოკლული და დამარხეს ტყეში მიწაში და კოცონიც კი დაათეს მის საფლავზე რომ კვალი წაეშალათ, ანუ ისინი ცდილობდნენ რომ თვითქვამიც ვერ აღმოეჩინათ მერე ქართველებს და შემთხვევით მას ყავდა სიძერთ სამხედრო ქართველი რომლის რაზმმა ეძება ტყეში ყველგან და ბოლოს შემთხვევით ერთი ჯარისკაც ფეხი ჩაუვარდა მიწაში და იქ სისხლის კვალი ნახეს და მიხვდნენ უკვე რაშიც იყო საქმე გათხარეს და მისი წმინდა გვამი მოიპოვეს და დიდი პატივით იქნა დაკრძალული იგი ეკლესიის ეზოში. აი ასე აღესრულა ეს სახელოვანი მამულიშვილი და რა თქმა უნდა ეს არის მაგალითი როგორი თავდადება უნდა გასწიოს ადამიანმა თავისი ეკლესიისა და თავისი ერისის. უნდა ითქვას რომ მას მანამდე შესთავაზეს დაეტოვებინა ჰერეთი თვითონ აი თეთრ ადამიანმა რომელიც მასთან ერთად მსახურობდა მას ეხმარებოდა მსახურებაში უბრალოდ მან უთხრა რომ ძალიან ცუდი დროაო და ხوار გავიპაროთ საქართველოში ხوار შევაფაროთ დროებით თავი საქართველოსა და მან უარი უთხრა. ანუ ის ადამიანი წამოვიდა საქართველოში. საქართველოა ესეც, მაგრამ იმ პერიოდში არ იყო. ჩვენი კონტროლის ქვეშ არ იყო და წამოვიდა და ესე დარჩა მამა მიხეილი. ანუ ფაქტობრივად შეგნებულად წავიდა. მოწამეობრივი გზა აირჩია და ძალიან საინტერესო სიმბოლოებს ხედავ მე აქვს. ისე იგი მისი ხსენების დღე დადგინდა 5 ივლისი. ივლისში აღესრულა იგი და 5 ივლისი არის ასევე აღსრულებული ასევე საქართველოსთვის და წვენისთვის თავდადებული კიდე ჩვენი ერთი მამულიშვილი ესა მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი რომელიც უკვე აფხაზეთში დაიღუპა
სხვა ძალებისგან, მაგრამ ისე ანტიქართული ძალებისგან და თქვენ წარმოიდგინეთ 5 ივლისს არის მოკლული ასევე საქართველოსთვის და საქართველოს ინტერესებისთვის ახმედ მელაშვილი. უკვე ეს გახლავთ თურქეთში მოღვაწე ქართველი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ ქართული თვითშექნება გაეღვივებინა თურქეთელ ქართველებში და ძალიან ბევრ რამეს მიაღწია კიდევაც და ეს არ აპატიეს მას თურქულმა ნაციონალისტურმა ორგანიზაციამ რუხი მგლების წარმომადგენლებმა 1980 წლის 5 ივლისს მოკლეს. ასე რომ აი სამი ქართველი მოღვაწე სულ სხვადასხვა მხარეში საქართველოს ესე იგი იღუპება ამ დღეს. ნუ ორი მათგანი იყო სასულიერო პირი და ქრისტიანი და ერთ-ერთი მათგანი ქართველი იყო, მაგრამ ნუ ახლა ფარულად თუ იყო მონათული არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ჩვენ მე არ მაქვს ცნობა იმის შესახებ. ყოველ შემთხვევაში საქართველოს შეეწირა იქ. ანუ რაღაცნაირად აი ამ 5 ივლისმა შემოიკრება ეს სამი თავდადებული ადამიანი და აქვე არ შეიძლება კიდე ერთ სიმბოლოს არ მიუთითოთ, რომ აი მამა მიხეილ ბუდელმოწამე მიხეილ ყულოშვილის ძმის შთამომავალთაგან ცნობილია ასევე მისი სეხნია და მოგვარე მიხეილ ყულოშვილი, რომელიც გახლავთ ადამიანის ჰერეთზე უზომოდ შეყვარებული, ძალიან ბევრს იღწვის იმისთვის, რომ ესე იგი ჰერეთზე წეროს, ჰერეთის მიმართ ყურადღება მიაქციოს ქართული საზოგადოების და სხვათა შორის სწორედ ამ ადამიანის დამსახურება იყო, რომ ჩვენ გავიგეთ სწორედ მამა მიხეილ ყულოშვილის შესახებ, მაშინ ყოველ შემთხვევაში პირადად მე როდესაც საპატრიარქოს უწყებარის რედაქტორი ვიყავი, სწორედ მან მოგვიტანა მასალა მამა მიხეილის შესახებ, ჩვენ დავბეჭდეთ ეს ჩვენს გაზეთში, შეიძლება ზოგიერთ ჩვენთან მოაყურებელს ახსოვს კიდევაც ეს მომენტი და მაშინ აი ჩვენი გაზეთის მკითხველმა, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ორგანოს წარმოადგენდა და მთელ საქართველოში ვრცელდებოდა, გაიგო აი ამ თავდადებული მამულიშვილის შესახებ და მისი შვილი ერეკლე ყულოშვილი, აი ბატონი მიხეილის შვილი დაიღუპა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. იგი გახდა პროფესიონალი სამხედრო არტილერისტი კაპიტნის შინით და თავდადებული კაცი, ასევე მოღვაწე კაცი და ასე იგი შეეწირა აი ამ აგრესიას 2008 წლის აგვისტოს აგრესიას, ასე რომ ეს თვითონ ეს ოჯახი გვარი თვითონ ყულოშვილების გვარი უშუალოდ ეს ოჯახი ესწო ესეთი განსაკუთრებულად და გამორჩეულად პატრიოტული განწყობის ხალხი გახლავთ და თითქოს ესტაფეტასავით გადაეცა ეს თავგანწირვა სამშობლოსათვის და საქართველოსთვის ესე რომ მათაც ჩვენ რა გვეთქვის გარდა იმისა რომ მადლობა გადაუხადოთ მათ ამ ღვაწლისათვის ამ დიდ პაპას რომელიც ჰერეთში დაიღუპა საწმლოებისათვის და აქ 2008 წელს კი გარდაიცვალა სულეთ ახალგაზრდა კაცი ოფიცერი სამხედრო რომელმაც თავის მხედრული ვალი შეასრულა აღასრულა პირნაცვლად. ანუ აი ეს ფაქტები, ეს მაგალითები რა თქმა უნდა ჩვენთვის უნდა იყოს მისაბაძი. ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ახლა თუ კი ხალხი თავს წირავდა წმენისთვის და საქართველოსთვის ჩვენ რაღაც მცირე მაინც რო გავაკეთოთ, მცირეთ მაინც რო ვიღვაწოთ სასულიერო პირები ვიქნებით თუ უპირველესად სასულიერო პირებმა და მერე საერო პირებმა რა თქმა უნდა ეს ჩვენ მოვალეობას შეადგენს. აი ესენი უნდა იყვნენ ჩვენი მისაბაძი მაგალითები და ამაზე უნდა გქონდეს ჩვენ სწორება, იმიტომ რომ სანამ არსებობს ეკლესია, სანამ არსებობს ღვაწლი ქრისტესთვის თავდადება, ასე ვთქვათ, სულის გადარჩენისთვის ბრძოლა, მანამდე უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიას მტერიც ეყოლება. ეს მტერი მრავალსახოვანია, სხვადასხვა სახით შეიძლება გამოჩნდეს, სხვადასხვა სახით შეიძლება შეუტიოს ეკლესიას. შეიძლება სხვა რელიგიის წარმომადგენლები იყოს, შეიძლება კიდევ სხვა რამე იყოს, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ბრძოლის გარეშე არაფერი არ გამოდის, ესე იგი მთელი ჩვენი ცხოვრება არის ბრძოლა. პირველ რიგში ეს არის სულიერი ბრძოლა და ამ სულიერ ბრძოლაში უნდა აღმოჩნდეთ ჩვენ გამარჯვებულები. ასე რომ მე მინდა მიულოცო მთელ საქართველოს კიდევ ერთი ფარველი შეემატა ქართველ ეს
განსაკუთრებით მის ერთ კუთხეს, ჰერეთს და ეს ალბათ ბევრ ადამიანს დაეხმარება არა მარტო იმაში, რომ გამტკიცდეს ქრისტიანობაში, არამედ მე მტკიცეც მწამს, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს, ბევრი ქართველისთვის ეს გახდება გზა მშობლიურ სარწმუნოებაში, ჩვენი წინაპრების სარწმუნოებაში დაბრუნებისა. იმ მხარეში, ჰერეთში. იმ მხარეში და შეიძლება სხვა მხარეებშიც, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ რომ არსებობენ ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ძმები და დები, რომლებიც ჯერ არ არიან ქრისტიანები, მართლმადიდებლები, ზოგიერთ სხვა სარწმუნოების მიმდევრები არიან და აი მამა მიხეილის, მღვდელმოწამე მიხეილის მაგალითი ბევრი მათგანისთვის შეიძლება დამაფიქრებელიც აღმოჩნდეს და რა თავია თუ კი ჩვენ მას შევევედრებით ლოცვით, აი ლოცვით მეშვეობით, მისი ზეციური მფარველობის მეშვეობით კიდევ დიდი შეწევნა ექნებათ ყველა ქართველს, რომელიც ჯერ კიდევ გზას იკვლევს ეკლესიისკენ, მართლმადიდებელი ეკლესიისკენ. ერთმა დაგლოცოთ, ერთმა გაგახარო, ასე ულოცავთ მეგობარ მელქისედეკს, რომელიც არის ჰორნაბუჯი და ჰერეთის მთავარი და რომელმაც ძალიან ბევრი შრომა ამას ძალებს მოძებნებისა. აი, კარგია რომ შემახსენე, სწორედ მეოფეს ინიციატივა იყო სინოდზე, რომ ეს კანონიზაცია მომხდარიყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მან და უფრო მეცაც გეტყვით, ალბათ რამდენიმე ასეული ქართველი წმინდანი კიდევ ელის კანონიზაციას, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში ძალიან ბევრი სასულიერო პირი და ერისკაციც იყო თავდადებული წმენისათვის, მათაც საოცარი მაგალითებია, აი რაღაცა მაინც უყურადღებას სულ მწყდება, უყურადღებობას ვიჩენჩენ ჩვენი სახელოვანი მამულიშვილების მიმართ, ჩვენი უახლოესი წინაპრების მიმართ და თანდათანობით ალბათ მოხდება მათი კანონიზაცია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ზოგადად ისინი კანონიზებულები არიან, იმიტომ რომ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ასე მოხდა 1995 წელს მათი კანონიზება. ტოტალიტარული რეჟიმის დროს, უღმრთო რეჟიმის დროს აღსრულებული ყველა ადამიანი, ეს აგვისტოს ბოლოს არის მათი ხსენება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია ესე სალკეულად, ანუ სია უნდა გააკეთდეს, ალბათ გააკეთდება ადრე თუ გიან და ჩვენ გვეცოდინება მათი სახელები და მათ კონკრეტულად პიროვნულად ესე იგი შევევედრებით და შევთხოვთ, რომ დაგვიფარონ, შეგვეწიონ და გაგვამტკიცოს სარწმუნოებაში. მადლობთ, მამა, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ გვესაუბრებოდა დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე.